მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ, როგორ გახდეთ უფრო მიზანდასახულნი, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ხოლმე რაღაცა რო რაღაცას გეგმავთ, მე რაღაცა twins გვირევს, ან რაღაცა ცუდ ემოციას ვიგრძნობთ, ან კარგ ემოციას ვიგრძნობთ, ან რაღაცა მოხდება კიდე, ასე ვთქვათ და საბოლოო ჯამში ჩვენი ყურადღება, ასე ვთქვათ, გარბის სადღაც სხვაგან. ჩვენ გვაქვს ცნობიერი ყურადღება, ასე ვთქვათ, ჩვენი აქტიური გონების ყურადღება, ხო? გონების, რომლის მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირებთ, გააწყვეტილებებს ვღებულობთ, შეფასებებს ვიძლევით, საკუთარ თავს ვესაუბრებით, ასე ვთქვათ, ლოგიკურად ვაზროვნებთ და ასე შემდეგ, მაგრამ გვაქვს კიდე ქვეცნობიერი ჩვენი, ხო, რომელსაც თავის ყურადღება აქვს ცალკე, ხო? და ჩვენი ქვეცნობიერის ყურადღება იქცევა როგორც პატარა ბავშვი, რომელიც პირველად შევიდა სათამაშოების დიდ მაღაზიაში. ეხლა წარმოგიდგენიათ, პატარა ბავშვი რო შეიყვანოს სათამაშოების დიდ მაღაზიაში, რა დაემართება, ასე ვთქვათ, მის ყურადღებას, ხო, ყველაფერი ერთად რო უნდა. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა ემართება ჩვენს ქვეცნობიერს თანამედროვე სამყაროში, რომელიც არის ძალიან გაჯერებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. თან ძალიან ბევრი რეკლამაა ჩვენს გარშემო, ძალიან ბევრი მარკეტინგული კომუნიკაციაა ჩვენს გარშემო, აღარაფერს ვამბობ პროპაგანდაზე და საინფორმაციო ომის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტებზე, ხო? რომელიც ასევე ჟანგიანი ვედრასავით დაათრევს იქით-აქეთ ჩვენს საწყალ ყურადღებას ჩვენი ქვეცნობიერის. ხო და საბოლოო ჯამში ამ ჩვენი მიზანდასახულობიდან აღარ რჩება არაფერი. ცნობიერად კი გინდა, მაგრამ შენი ქვეცნობიერის ყურადღება არის ღმერთმა იცის სად. ნუ ან ღმერთმა არა, მისმა ოპონენტმა უფრო. ხო და შესაბამისად ხდება რა, ცნობიერად გინდა რომ შენი რესურსები, ენერგია მიმართო შენი მიზნებისკენ, აი დღეს რო გაქვს დაგეგმილი რაღაცა, ხო? ქვეცნობიერ ყურადღებას კიდე შენი მნიშვნელოვანი რესურსები, შენი ენერგია, ძალა, ასე ვთქვათ, დრო და ამ შემდეგ მიაქვს სულ სხვა მიმართულებით და უეცრად რაღაცა საქმეები ჩდება, რაღაცა პრობლემები ჩდება, ან მილიონი რაღაცა კიდე და საბოლოო ჯამში შენი დაგეგმილი საქმეები რჩება გადადებულად. ხო და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ცნობიერის და ქვეცნობიერის ყურადღება მოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, თანხვედრაში. პირობითად რო ვთქვათ, რომ ხედარიც და ცხენიც ერთი მიმართულებით იყურებოდეს და მიდიოდეს, თორე ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ აი ცხენზე ზიხარ, შენ აქეთ კინა წახვიდე მარჯვნივ და ცხენი მიგათრევს მარცხნივ, ან საერთოდაც უკან, ხო? შესაბამისად, აქ გვჭირდება სპეციალური ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი და ნერვული სისტემა ბუნებრივად, ბიოლოგიურად არ არის მოწყობილი თანამედროვე სამყაროსთვის აი ესეთი ინფორმაციული გადატვირთულობით, ხო? ამდენი ნეგატიური მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში ძველად შეიძლება ჩვენთან რო ერთ თვეში ხდება, იქ მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება მოხდარიყო ამდენი. ხო და შესაბამისად, ნამეტანი გადატვირთულია ჩვენი ტვინი და ნერვული სისტემა. შესაბამისად, გვჭირდება სპეციალური ინსტრუმენტები, ხო? იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს სიტუაცია. ნუ, ტექნოლოგიური განვითარება გვჭირდება, მარტივად რო ვთქვათ, მარტივ მაგალითზე, ოდესღაც სარეცხს რეცხავდნენ ხელით ცივ წყალში, ხო? შემდეგ გაჩნდა სარეცხის მანქანა და ეს პროცესი გამარტივდა, გახდა უფრო სწრაფი და უპრობლემო. შესაბამისად, ანალოგიურად შეიძლება გამოვიყენოთ თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები. სანამ მოგიყვებით იმაზე თუ როგორ გახდეთ უფრო მიზანდასახულები, მინდა შეგახსენოთ, რომ 23 მაისს ვიწყებთ ჩვენ სამკვირიან პროგრამას შეუზღუდავი მიღწევების მარათონს, რომლის მიზანიც არის თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება ყველა მიმართულებით. მთელი ჩემი 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში გამოცდილი ინსტრუმენტებით, ტექნიკებით, მეთოდებით და საშუალებებით იგი ძალიან ბევრი რაღაცა გამოვცადე, ბევრი რაღაცა ვნახე, ძალიან ბევრი მიდგომა და მეთოდი ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში არ მუშაობს. ხო და მე მინდა გაგიზიაროთ მხოლოდ მოქმედი ინსტრუმენტები და მით უმეტეს რომ ეს მარათონი უკვე რა მესამე წელია. ვატარებ ამ მარათონებს და პრინციპში ყველა ვინც მონაწილეობდა მათში, ხო? აღნიშნავს იმას, რომ ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ თან ყველა მიმართულებით. იმიტომ რომ ამ მარათონში განსხვავებით სხვა პროგრამებისგან ჩავდე უნივერსალური ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო პრინციპში. პირველი ნაწილი ამ მარათონის არის იმის შესახებ, როგორ დავტოვოთ წარსული წარსულში, ხო? მთელი თავის სტრესებით, ტრავმებით, ესე ვთქვათ, ჩაუხსნელი ურთიერთობებით, რომელიც გაიხანია, ჩასახსნელია.
და ასე ვთქვათ კიდევ ბევრი ისეთი ტვირთით, რომელიც ხელფეხზე კიდია და არ გაძლევს საშუალებას, რომ შენი პოტენციალი ამოქმედო მთელი 100%. მეორე ეტაპზე ჩვენ გავერკვევით თქვენს რეალურ ღირებულებებში, სურვილებში და ჩამოვაყალიბებთ თქვენს მიზანთა სისტემას ისე, რომ ერთდროულად შეძლოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა. მესამე ეტაპზე შევისწავლით, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის ხერხებს, რომელიც მოგცემს საშუალებას უფრო დამაჯერებელი და დამორწმუნებელი გახდეთ როგორც პიროვნებად შორის კომუნიკაციაში, ისე საჯარო გამოსვლების დროს, თუ ეს არის თქვენთვის აქტუალური. და თანამედროვე სამყაროში შეიძლება ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებდე, მაგრამ თუ არ გაქვს უნარი, რომ ამის შესახებ კიდევ ვიღაცას მოუყვე, ნუ ფაქტიურად რჩები ასე ვთქვათ, ჭრდილში და კაცშვილმა არ იცის, რომ თურმე ეს რაღაცებს აკეთებ. და ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ საკუთარი პიროვნების ტრანსფორმირება, რედაქტირება და გარდაქმნა. ანუ როგორ შევიძინოთ სწრაფად ახალი უნარები, როგორ შევცვალოთ ჩვევები, ასევე სწრაფად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და როგორ გავთავისუფლდეთ იმ ჩვევებისგან თუ ქცევის მოდელებისგან, რომელმაც დრო მოჭამა და შესაბამისად აღარ გვჭირდება. ამ პროგრამის გავლის შემდეგ შეიძენთ ყველა აუცილებელ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება მართოთ თქვენ თვითონ. ჩვენი ამოცანა არის მივახციოთ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოქმედებებში, რაც შეიძლება მალე და აი აქ საკუთარ თავის ქალაში გავხდეთ 100%-იანი აქციონერები. ანუ ვიღაცა თუ ყავს თავში ჩასახლებული, ასე ვთქვათ, დაწყებული ბავშვობიდან და დამთავრებული დღევანდელობით, ხო? გავთავისუფლდეთ ამ მატრიცებისგან და დავიბრუნოთ რეალური აზროვნების წარმოსახვის თავისუფლება, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ჩვენთვის ან საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეების შედეგები, ხანდახან ისეთი რამეები, რომ შენ თვითონ აკვირვებ შენ თავს. ხო და მიზანდასახულობა სხვა შორის ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, იმიტომ ამ პროგრამაში ვიკვლევთ როგორი ტიპები არსებობს მოტივაციის და ვამვითარებთ საკუთარ თავში ყველა ტიპის მოტივაციას. სხვა პირობებში, მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც ხდებიან ძალიან პროდუქტიულებით, მიზანდასახულები, როდესაც რაღაცა დისკომფორტი იქნება, ამ პრობლემა იქნება, ეგ არ შემორო ყველა დაბნეულია, ეს უცებ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და დებს შედეგს. არის მეორე ტიპის ადამიანები, ხო, მაგრამ როცა უცებ, აი პრობლემა რო აღარ არის, ხო, მოტივაციაც უქრება რაღაც კეთილ. ანუ ომი ჭირდება იმისთვის, რომ იყოს აქტიური. არიან სხვა ადამიანები, რომლებიც მაგალითად სრულ კომფორტში ყოფნის დროს ძალიან პროდუქტიულები არიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა პრობლემა იწყება, აი აქ ეცემა მათი პროდუქტიულობა და საუბარი არის იმაზე, რომ ორივე ტიპის ასე ვთქვათ, მოტივაცია განვივითაროთ იმისთვის, რომ ვიყოთ პროდუქტიულები როგორც სირთულეების დაძლევის დროს, ისე აბსოლუტურ კომფორტში და როდესაც პრობლემები, ასე ვთქვათ, აღარ არის, რომ გავაგრძელოთ პროდუქტიული შემოქმედებითი ცხოვრება. ხო და როგორ გავხდეთ უფრო მიზანდასახულები? ამისთვის, ასე ვთქვათ, ავიღოთ ფურცელი და პასტა და შევადგინოთ სია. იმ რაღაცეების, მაგალითად, რის ფლობას შევძლებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გეგმებს განვახორციელებ, ხო? და დაწერეთ ამ სიაში ყველაფერი ის, ასე ვთქვათ, რის ქონას ამ ფლობასაც შეძლებთ. მას შემდეგ, რაც, ასე ვთქვათ, თქვენს დასახულ გეგმებს შეასრულებთ და თქვენი ცხოვრების ხარისხს და დონეს აამაღლებთ. ძალიან მარტივი რაღაცაა, ხო? აი, მაგალითად, მაგ მიზნები, მაგ გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მიზნებს მივაღწევ, რა გახდება ჩემთვის ხელმისაწვდომი, ხო? რის ქონას შევძლებ. ეს ერთი სია. შემდეგ მეორე სია შევადგინოთ. რის გაკეთება შემეძლება იმ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ ჩემს მიზნებს მივაღწევ და აღმოჩნდები, ასე ვთქვათ, უფრო მაღალ დონეზე ცხოვრების ხარისხის და დონის ამბავში. მას შემდეგ, რაც დავწერეთ ეს სიები და ეცადეთ, რომ ერთ სიაში დაახლოებით 50 დასახელება დაწეროთ და მეორეშიც, ხო? თუ ფანტაზია არ ყოფნით, ცოტა ხანი გაიარ გამოიარეთ და ისევ მიუბრუნდით. იმას თუ რისი ქონა გინდათ და რისი კეთება გსურთ. შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ პასტა და აი ამ სიებში დაუვაროთ თითო პუნქტს და მონიშნოთ ისინი, რომლებიც სხეულში ფიზიკურად აღძრავს თქვენში
ასე ვთქვათ, ენერგიას და პოზიტიურ ემოციას. ერთი არის, რომ აი მე ვიცი, რომ ეს მინდა, ხო? აი აქ სადღაც თავში. და მეორეა, როცა ამაზე ვფიქრობ, ან როცა ვკითხულობ ქაღალდზე დაწერილს, ხო? მაშინვე სხეულში მიჩნდება ძლიერი პოზიტიური რეაქცია. აი მაგალითად, შევძლებ მეტ მოგზაურობას. ნუ სხეული მაინდა-მაინც არ რეაგირებს, ხო? მაგრამ თორედ შევძლებ იმას, რომ ჩემს შვილებს მივცე უკეთესი განათლება და აი აქ მაგალითად თელი სხეული ჩაერთო, ხო? აი იგრძენით, რომ ბუკვალურად სხეულში გაჩნდა ძლიერი პოზიტიური ფიზიკური შეგრძნება, ხო? აი ეს ნიშნავს, რომ ეს არის თქვენთვის რეალური მოტივატორი. ხო და აიღეთ და აი ამ სიებში იპოვეთ ის რაღაცეები, ერთ სიაში და მეორე სიაშიც, რომელიც თქვენში რეალურ შეგრძნებით მოტივაციას, ენერგიას აღძრავს, მოქმედების სურვილს აღძრავს. შემდეგ აი იქიდან რასაც იპოვით, შეადგინეთ ტოპ 5-ეული, ხო? იმისა, რაც აღვიძებს ჩემში ძალიან ძლიერ ფიზიკური შეგრძნების დონეზე სხეულში არსებულ მოტივაციას. შემდეგ აიღეთ და ჩამოწერეთ ეს 5 რაღაცა და გადაუღეთ სურათი და მაგალითად შეგიძლიათ დააყენოთ ტელეფონის ეკრანზე. აი აქ ხო, სანამ შეხვალთ შიგნით, ასე ვთქვათ, სანამ გახსნით შპალიერის ის რომ არის. მოკლედ, რისთვის? რომ ყოველთვის, როდესაც იღებთ ხელში ტელეფონს, დააპირებთ სოციქსელებში შესვლას და 2 საათით დაკარგვას, ხო, სანამ ამას იზავთ, თვალში მოხვდეთ ის, რაც არის თქვენთვის რეალური მოტივატორი და გამომდინარე იქიდან, რომ ეს თქვენში რეაქციას აღძრავს შინაგანად, მაშინ გაგიჩნდებათ აზრი, ხო? რომ ჯობია, ასე ვთქვათ, ეხლა შევეშვა იმის, რა ქვია, Facebook-ის და Instagram-ის ქექვას და წავიდე და გავაკეთო ის საქმეები, რაც მაგ დაგეგმილი. და ეს ფიზიკურად აღძრავს ენერგიას თქვენში. ან მაგალითად შეგიძლიათ საფულეში მოათავსოთ ეს რაღაცა. საფულეს აქვს ხოლმე ხანდახან ისეთი გამჭვირვალე ფანჯარა. აი შეგიძლიათ შეგნით ჩავეთ, რომ გახსნი საფულეს და იფიქრებ, რომ რაღაცა უაზრობაზე დახარჯო ფული. უცებ გაგახსენდება, რომ შეიძლება ეს ფული დაზოგო და აი ამ მიზნების რეალიზაციას მოახმარო. მაგალითად, ხო? ან კიდევ სხვანაირად განათავსოთ ეს მოტივატორები ისე, რომ ასე ვთქვათ, ხვდებოდეთ თვალში დროთა განმავლობაში. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეალურად აღძრავს სხეულში რეაქციას და ენერგიას, ძალიან მარტივი იქნება თქვენთვის სასურველ მიზნებზე ფოკუსის შენარჩუნება და გახდეთ უფრო მოტივირებული და კმეითები. მინდა შეგახსენოთ მათთვის, ვისაც გსურთ შეუზღუდავი მიღწევების მარათონში მონაწილეობა, შეგიძლიათ ამ ვიდეოს აღწერის ქვეშ არის ბმული მოცემული, პირდაპირ გადახვიდეთ და პროგრამა ნახოთ, ან ამ გვერდზე ნახოთ მთლიანად პროგრამა, სანამ დარეგისტრირდებით, რომ მივხვდეთ, რამდენად აქტუალურია თქვენთვის ეს ერთი. მათთვის, ვისაც გსურთ, მაგალითად, ზუსტად იცით, რომ გინდათ მიიღოთ მონაწილეობა, რაღაცა მიზეზით ვერ დაგვიკავშირდით, აი აქ ამ ვიდეოს კომენტარებში, უბრალოდ კომენტარებში ჩაწერეთ 3-7-იანი და ჩვენ თვითონ მოგწერთ. გვეცნობა, რომ ასე ვთქვათ, თქვენ გსურთ ამ მარათონში მიიღოთ მონაწილეობა. გისურვებთ სასიამოვნო პრაქტიკას, გისურვებთ პროდუქტიულ მიზანდასახულობას და მომავალ შეხვედრამდე.